2015 წლებში კომპანიამ ასეთი სახელწოდებით Optical System Inc. დაიწყო სამუშაოები სოფელ იერიშში. დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა და პირდაპირ სრული პასუხისმგებლობით პირადად მე ვამბობ და ვაცხადებ, რომ იქ არის გამოყენებული დისოციანიდი, დამჯდარი ციანიდი, რომელსაც გამოყავს გარკვეული მასიდან მძიმე ელემენტები. თვითონ ციანიდიც მომშხამებელი, მომწამლავი და მძიმე მეტალებიც აგრეთვე ადამიანის ორგანიზმისთვის მავნე. პირველ რიგში დარღვეული არის საერთაშორისო კანონი. საერთაშორისო კანონი ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვას არსებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით. არც ერთ ადამიანს არ კითხეს, არც ჩემს თემში, იფარის თემში, არც სოფელ იერში, არცად არ კითხეს, ისე გაიცა ლიცენზია. დღევანდელი შეკრების მიზეზი არის და მოთხოვნა არის ის, რომ ამ კომპანიამ შეწყვიტოს სვანეთში ყველანაირი სამუშაო პროცესი. კატეგორიული მოთხოვნაა. წიაღის მოპოვება, მოკლედ რო ვთქვათ, არის გარემოსათვის ყველაზე საზიანო საქმიანობა, რაც შეიძლება ადამიანმა მოიგონოს ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებით. მოჭრილი ტყე ადრე თუ გვიან ამოვა, გადამწვარი ტყეც კი აღდგება 100 წლის მერე, მაგრამ როდესაც ასეთი წიაღით სარგებლობა ხდება და ფაქტობრივად ზოგჯერ არის ხოლმე დედაქანებამდე დადიან. ეს ნიშნავს, რომ სანამ დედამიწა იარსებებს იმ ადგილას არაფერი აღარ ამოვა. 1 გრამი ოქრო არის 1000 ტონა მიწაში. ან წარმოიდგინეთ, ხა ბოლნისში და დმანისში რაც ხდება. 1000 ტონა მიწა უნდა ამოიღონ, გააუვარგისიანონ და გადაყარონ, რომ 1 გრამი ოქრო ამოიღონ. მაგრამ იმის გამო, რომ ამ მიწის გაუვარგისიანებისთვის კომპანია არაფერს არ იხდის, ის 1 გრამის მოპოვება მათ უღირთ. გარდა მასების მოჭრისა, კიდევ ერთი პრობლემა, რაც ახლავს ხოლმე ასეთი ტიპის მოპოვებას, არის მდინარეების გაქრობა. ხდება მდინარისთვის კალაპოტის შეცვლა, გადააგდებენ ხოლმე მდინარეს, იმისთვის რომ კალაპოტი გათავისუფლდეს ამ მოპოვებისთვის, იქ მოიპოვებენ სამუშაოს რო დაამთავრებენ, გადმოგდება ხდება. აი ჩინეთის და მონღოლეთის გამოცდილება არის ძალიან დიდი ამასთან დაკავშირებით, რომ ვიდრე მდინარეს უკან აბრუნებენ, მდინარეს სხვა გზას ნახულობს, ან საერთოდ იკარგება, თქვათ, მიწის ქვეშ ხდება, ან ასე შემდეგ, ხო? ანუ აბსოლუტურად იცვლება ეკოსისტემა, ხშირად მდინარეების გარეშე რჩებიან, ნუ ეხლა მდინარის ცოცხალი სისტემის არსებობაზე იქ უკვე ლაპარაკი ზედმეტია ხოლმე. როგორი ხარბიც არ უნდა იყოს შენი სტომაქი. რაღაც ელემენტარულ დონეზე შინაგანი კულტურა ხონდა კარნახობდეს იმას, რომ გარემოს ასე უდიერად არ მოეპყრა. რომ გარემოს გაუფრთხილდე. არა და რატომ? იმიტომ რომ მათ საშუალება მიეცათ. არ არსებობს ჩვენში გამაკონტროლებელი მექანიზმები. როცა ასეთი განუკითხაობა მეტი დაფიქრება გვმართებს ჩვენ. მოძრავი ქანები არის ჩვენში. მოძრავი ქანებია და ამ ქანებმა უკვე შეიძლება დაიწყონ მოძრაობა. ხალხო, დროულად თუ არ მივიღეთ ზომები, ელი შეიძლება მეწყერში დაიმარხოს მთლიანად. და რისთვის? იმიტომ რომ ერთეული ადამიანების ჯიბის გასქელებას უნდა შეეწიროს მოსახლეობის ინტერესები.